გამარჯობა ჩემო ძვირფასო მეგობრებო. მოგესალმებით ჩემს YouTube არხზე. ძალიან მიხარია რომ აქ ხართ და ამ გზას ჩემთან ერთად იწყებთ. ეს არხი არის ადგილი, სადაც მე გულწრფელად გაგიზიარებთ ყველაფერს, ცოდნას, ისტორიებს, გამოცდილებას და იმ ენერგიას, რაც ყოველდღე მაძლიერებს და მამოძრავებს. თქვენი აქ ყოფნა ჩემთვის უბრალოდ გამომწერები არ არის. ეს არის დიდი ოჯახი, რომელსაც ერთად ვქმნით. იმედი მაქვს თითოეული ვიდეო მოგცემთ რაღაც ახალს, мотивაციას, სიხარულს და იმ პატარა ნაპერწკალს, რომელიც ცხოვრებას უფრო საინტერესოს ხდის. გმადლობთ რომ აქ ხართ. და მოდი ერთად გავხადოთ ეს გზა დაუვიწყარი. დუბაის სრული ისტორია. უძველესი პერიოდი ძველი წელთაღრიცხვით 3000 წლიდან მე-7 საუკუნემდე. დუბაის ტერიტორია ისტორიულად არ იყო დიდი ქალაქი. ეს იყო უდაბნო, სანაპირო ზოლი, პატარა ოაზისები. არქეოლოგიური კვლევებით დადასტურებულია, რომ ამ ტერიტორიაზე ადამიანები ცხოვრობდნენ მინიმუმ ძველი წელთაღრიცხვით 3000 წლიდან. ისინი იყვნენ მომთაბარე ტომები, მცირე სოფლის ტიპის დასახლებები, სანაპირო მეთევზეები, ძირითადი საქმიანობა. იმ დროისთვის დუბაის ეკონომიკა ძალიან მარტივი იყო. თევზაობა, მარგალიტის მოძიება, pearl diving, მცირე ვაჭრობა ინდოეთთან და ირანთან, აქლემების მომრავლება და უდაბნოს ცხოვრებაზე ადაპტაცია. დუბაი მაშინ იყო უბრალოდ ერთ-ერთი პატარა სანაპირო პუნქტი სპარსეთის ყურის რეგიონში. ისლამის გავრცელების პერიოდი მე-7 საუკუნიდან დაიწყო. მე-7 საუკუნეში რეგიონში ვრცელდება ისლამი და არაბეთის ნახევარკუნძული ერთიანდება რელიგიურად და კულტურულად. დუბაი ხდება მცირე სანაპირო სოფლების ჯგუფი. ვაჭრობის გზის ნაწილი ინდოეთს, აფრიკასა და სპარსეთს შორის. სავაჭრო როლი. დუბაი თანდათან ხდება მცირე პორტი, არაბული სავაჭრო მარშრუტის წერტილი, მთავარი საქონელი, სანელებლები, ქსოვილები, მარგალიტი, სპილენძი. ალ-მაქტუმების ჩამოსვლა და დუბაის დაარსება მე-19 საუკუნეში. 1833 წელი გადამწყვეტი ისტორიული თარიღი. 1833 წელს დაახლოებით 800 ადამიანი ტოვებს აბუ-დაბის და გადადის დუბაიში. ამ ხალხს ხელმძღვანელობდა მაქტუმ ბინ ბუთი ალ-მაქტუმი. ის არის ალ-მაქტუმების დინასტიის დამფუძნებელი, დუბაის პირველი მმართველი ოჯახის ლიდერი. სწორედ აქ იწყება დუბაის როგორც პოლიტიკურად ორგანიზებული ემირატის ისტორია. დუბაის დამოუკიდებელი მმართველობა. ალ-მაქტუმების ოჯახი ამყარებს კონტროლს ადგილობრივ ტომებზე, ვაჭრობაზე, პორტზე. დუბაი ხდება შედარებით დამოუკიდებელი ქალაქი სახელმწიფო. 1892 წელი ბრიტანეთის შეთანხმება. დუბაი სხვა ყურის სახელმწიფოებთან ერთად დებს შეთანხმებას ბრიტანეთთან. შედეგი: ბრიტანეთი აკონტროლებს საგარეო პოლიტიკას. ადგილობრივი მმართველები რჩებიან შიდა საქმეებზე პასუხისმგებელი. ბრიტანეთს აინტერესებდა ინდოეთის გზის დაცვა, სპარსეთის ყურის სტაბილურობა, ვაჭრობის კონტროლი, მარგალიტის ეკონომიკის აყვავება. 1900-1930 წელი. ამ პერიოდში დუბაი ძლიერდება. მარგალიტის მოპოვება ხდება მთავარი შემოსავალი. არაბი მღვინთავები მუშაობენ რთულ პირობებში. დუბაი ხდება მცირე, მაგრამ აქტიური სავაჭრო ცენტრი. დიდი კრიზისი 1930-იანი წლები. დუბაის ეკონომიკა მკვეთრად ეცემა. იაპონია იწყებს ხელოვნური მარგალიტების წარმოებას. ბუნებრივი მარგალიტის ფასი ვარდება. რეგიონი სიღარიბეში ვარდება. ეს პერიოდი დუბაისთვის ძალიან რთულია. ნავთობის ეპოქის დასაწყისია 1960-1970 წლები. 1967 წელი ნავთობის აღმოჩენა. დუბაიში პირველად აღმოაჩინეს ნავთობი. მაგრამ მნიშვნელოვანია, დუბაის ნავთობი შედარებით მცირე რაოდენობისაა. აბუ-დაბი ბევრად უფრო მდიდარია რესურსებით. 1969 წელი ექსპორტის დაწყება. დუბაი იწყებს ნავთობის გაყიდვას საერთაშორისო ბაზარზე. შემოსავალი გამოიყენება. გზების მშენებლობა, პორტების განვითარება, ქალაქის მოდერნიზაცია.
არაბეთის გაერთიანებული საამიროების შექმნა 1971. 1971 წლის 2 დეკემბერი ისტორიული თარიღი. შეიქმნა სახელმწიფო United Arab Emirates UAE. შედგება 7 ემირატისგან. აბუ-დაბი დედაქალაქი და ყველაზე მდიდარი. დუბაი ბიზნეს ცენტრი. შარჯა. აჯმანი. უმალ-კუაინი. ფუჯაირა. რას ალ-ხაიმა მოგვიანებით შეუერთდა სრულად. ძალაუფლების ბალანსი. აბუ-დაბი ნავთობი და პოლიტიკა. დუბაი ვაჭრობა და ეკონომიკა. ეს ბალანსი დღემდე შენარჩუნებულია. დუბაის ტრანსფორმაცია 1980-1999 წლებში. ამ პერიოდში დუბაი იწყებს სტრატეგიულ ცვლილებას. მთავარი მიზანი ნავთობზე დამოკიდებულების შემცირება, ინფრასტრუქტურის განვითარება. აშენდა ჯებელ ალი პორტ, ერთ-ერთი უდიდესი ხელოვნური პორტი. Dubai World Trade Center. თავისუფალი ეკონომიკური ზონები. ავიაციის განვითარება. იქმნება Emirates Airline 1985 წელი. ეს გახდა დუბაის გლობალური სიმბოლო. თანამედროვე დუბაის აღორძინება 2000-2010 წლებში. ეს არის დუბაის ოქროს ეპოქა. მეგა პროექტები. Burj Khalifa დასრულდა 2010 წელს. მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობა. Palm Jumeirah ხელოვნური კუნძული პალმის ფორმით. Dubai Mall მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი სავაჭრო ცენტრი. Dubai Marina თანამედროვე ურბანული ზონა. ეკონომიკური ბუმი. დუბაი ხდება უძრავი ქონების ცენტრი, ტურისტული ჰაბი, ფინანსური ცენტრი. 2008 წლის ფინანსური კრიზისი. დუბაიზე ძლიერად მოქმედებს მსოფლიო კრიზისი. უძრავი ქონება ეცემა. პროექტები ჩერდება. დუბაი იღებს დახმარებას აბუ-დაბისგან. ეს იყო მნიშვნელოვანი გაკვეთილი ქალაქისთვის. თანამედროვე დუბაი 2010 წლიდან დღემდე. დღეს დუბაი არის გლობალური ქალაქი. ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქალაქი მსოფლიოში. ბიზნესისა და ტურიზმის ცენტრი. საერთაშორისო ჰაბი. Dubai International Airport ერთ-ერთი ყველაზე დატვირთულია მსოფლიოში. მოსახლეობის დიდი ნაწილი უცხოელია: ინდოეთი, პაკისტანი, ფილიპინები, ევროპა. ვინ მართავს დუბაის დღეს? შეიხ მუჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმი. ის არის დუბაის ემირი, UAE-ის ვიცე-პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი. მისი როლი ქალაქის მოდერნიზაცია, გლობალური ბიზნესის მოზიდვა, ტურიზმის განვითარება. მადლობა რომ ბოლომდე ჩემთან ერთად იყავით. ძალიან დიდ მნიშვნელობას ატარებს ჩემთვის თითოეული თქვენგანის დრო და ყურადღება. ეს ჩემთვის ყველაზე დიდი мотиваცია რომ გავაგრძელო და კიდევ უფრო კარგი კონტენტი შემოგთავაზოთ. გახსოვდეთ, თქვენ არ ხართ უბრალოდ მაყურებლები. თქვენ ხართ ამ არხის ენერგია და სული. გისურვებთ მშვიდობას, წარმატებას და იმ ძალას, რომ არასდროს დანებდეთ. შემდეგ ვიდეოში შევხვდებით, მანამდე კი გამოიწერეთ არხი და იზრუნეთ საკუთარ თავზე და იყავით იმედიანები, რადგან დღევანდელი დარდი და ნაღველი წარსულს დარჩება და ხვალიდან სუფთა ცხოვრებით გააგრძელებთ მიზნების ახდენას.